ბოდიში, მაგრამ მშვიდობა არ იქნება. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მშვიდობა არ იქნება, რადგან ომი უკრაინას არ დაუწყია. არც ამერიკას ან ევროპას დაუწყია ომი. ომი დაიწყო პუტინმა, მხოლოდ პუტინმა და არავინ პუტინის გარდა. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რაც იტყვის ზელენსკი, ან ტრამპი, ან დანარჩენი სამყარო. სანამ პუტინი არ იტყვის, რომ ომი დამთავრდა, ომი ვერ დამთავრდება. და როდის იტყვის პუტინი, რომ ომი დამთავრდა, როცა ამ ომს წააგებს, ან მოიგებს. მაგრამ აი ეს წაგება და მოგება შესაძლოა ასეთ ცალსახა ერთმნიშვნელოვანი და შავთეთრი არც იყოს, როგორც ეს სიტყვები ჟღერს. Сложилось глубокое убеждение, что შექმნილია განცდა, რომ არის მხოლოდ შავი და თეთრი. ან უკრაინის სამხედრო გამარჯვება რუსეთზე, რაც რუსეთის დაშლას გამოიწვევს, ან მეორე უკიდურესობა. პუტინი ახდენს უკრაინის ოკუპაციას, აგრძელებს უკრაინელი ხალხის გენოციდს და ტრამპი გადის უკრაინიდან როგორც მანამდე ავღანეთიდან. ჩემი აზრით კი ამ ორი უკიდურესობას შორის არის მთელი რიგი ვარიანტები. კორეული, ფინური, პოლონური. ბევრი სცენარი შეიძლება, სადაც უკრაინას აქვს გარკვეული დანაკარგები, მიდის უსიამოვნო კომპრომისებზე, მაგრამ ამასთან ინარჩუნებს სუვერენიტეტს და სახელმწიფოს ვითარდება და დანაკარგებს ინაზღაურებს. სანამ ამ ვარიანტებს განვიხილავთ, გავიხსენოთ სად ვართ ახლა. ოვალური კაბინეტის კატასტროფის შემდეგ ყინული დაიძრა და ჯედაში უკრაინა და შეერთებული შტატების შეთანხმდნენ 30 დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე ჰაერში, წყალში და ხმელეთზე. ეს ვაშინგტონმა პირველ წინ გადადგმულ ნაბიჯად გამოაცხადა და თქვა, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. украинской стороны очень хорошо было бы უკრაინისთვის ძალიან კარგი იქნებოდა მიაღწია ცეცხლის შეწყვეტისთვის 30 დღით და ჩვენს თანახმა ვართ, მაგრამ არსებობს ნიუანსები. თუ საბრძოლო მოქმედებებს შევწყვეტ 30 დღით, ვინც იქ ჩაედინა დანაშაული მშვიდობიანი ამ 30 დღეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ უკრაინაში გაგრძელდეს იძულებითი მობილიზაცია, რომ მოამორაგონ იარაღით. თუ ეს არ გაკეთდება, როგორც ვიქნებით გარანტირებულ, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება. რაც შეეხება დაშორიშორების ხაზს, იქ 2000 კილომეტრია. ვინ გასაზღვრავს, სადან ვინ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. პასუხა კრემლმა ვაშინგტონსა და კიევს. როგორც ჩანს, გეოპოლიტიკურ პინგ-პონგში ბურთი ორშაბათამდე ჰაერში იქნება, რადგან პუტინის ეს პასუხი დადებითად კი შეაფასა ტრამპმა, თუმცა იქვე თქვა, რომ ეს არაა სრულად ის, რისი მოსმენაც ენდომებოდა და დაამატა, რომ ორშაბათს მეტი სიცხადე შემოვიდოდა საქმეში. ხოლო კითხვაზე თუ კი რუსეთი არ დათანხმდებოდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რა მოხდებოდა, მან უპასუხა. თუ პუტინი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, ეს ცუდი ამბავი ამ სოფლიოსთვის, რადგან უამრავი ადამიანი კვდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის დათანხმდება. ვფიქრობ, მას კარგად ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ის დათანხმდება. ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მინიმუმ განცხადებებში არათანმიმდევრულია და შესაბამისად არაპროგნოზირებადი. ამიტომ რასიზმს მაგის ვარაუდს ჯობს თქვათ, რა გააკეთა. აღადგინა მის მიერ შეჩერებული და ბაიდენის ადმინისტრაციის დამტკიცებული სამხედრო დახმარების მიწოდება უკრაინისთვის სრული მოცულობით და გაამკაცრა სანქციები, რითაც რუსულ ბანკებს ბაიდენის დაწესებული შეღავათები მოუხსნა გარკვეულ ტრანზაქციებზე. ამ ტრანზაქციებით კი რუსეთი საკუთარ ნავთობით ვაჭრობდა. ამ ნავიჯებმაც კი რუსულ პროპაგანდაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. С Трампом мы пройдем весь классический цикл, который мы проходим. Трампთან ჩვენ გავიდით მთელს კლასიკურ ციკლს, რომელსაც გავდივართ ამერიკის ყველა პრეზიდენტთან. ყველა პრეზიდენტთან ვიწყებდით, რომ ამ ადმინისტრაციის იმედი შეიძლება გქონდეს. ყველა სიტყვას ვიღებდით როგორც შემოტრიალების წერტილს კლინტონთანაც, უმცროს ბუშთანაც, ობამასთანაც, ტრამპის პირველ ვადაშიც. პირველ თვეში ბაიდენსაც კი და შემდეგ იწყება ახალი ციკლი პრეზიდენტს კი უნდოდა, მაგრამ მას თეს უშლიან და ბოლოს იმაზე ცუდი ურთიერთობა ვიდრე წინასთან. Не работает вот эта формула, о которой у нас все любят говорить, что вот Путин и Трамп заставят Зеленского поставить его на колени и так далее и тому подобное. არ მუშაობს ფორმულა, რომელიც ჩვენთან ძალიან გვიყვარს. პუტინი და ტრამპი ზელენსკის მუხლებზე დააყენებენ. აქ არის ძალიან დიდი პრობლემა და მას ქვია დონალდ ტრამპი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია დალოდება ჩვენგან განსხვავებით. ორშაბათამდე აიღო პაუზა, რადგან ორშაბათს გერმანიაში ახალ კანცლერს აირჩევენ, იმას, ვინც უკრაინის დიდი მხარდამჭერია. ესეც ფაქტორი იქნება. ამიტომ ვფიქრობ, მომავალ კვირაში ტრამპი დაიწყებს ზეწოლას. ამიტომ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. იქნება ტოტალური აკრძალვა რუსულ ბანკებთან ურთიერთობის და ამისკენ ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მეორე ნავთობის გადამტანი ტანკერების იძულებითი შეჩერება. ეს უკვე გაუკეთებიათ ირანთან მიმართებით. და ევროპელებთან ერთად ბოინგების და აერობუსების პროგრამული უზრუნველყოფის გათიშვა. Там не только Франция. Это отключение программного обеспечения Боингов и аэробусов, работающих на территории Российской Федерации.
Это объявление войны. ეს ომის გამოცხადება იქნება. რადგან უკვირს რუს პროპაგანდისტს, რომ ტრამპმა შესაძლოა ეს ნაბიჯები გადადგას და როგორც თვითონ ამბობს, ომი გამოუცხადოს. რადგან მან დაიჯერა პუტინის ვერსია, რომ ტრამპი სუსტია. რუსეთის დიქტატორი მთელს ამ სამშვიდობო თამაშებს სწორედ ამ პრიზმიდან მართავს. ცდილობს манипуляცია მოახდინოს ტრამპზე, რომელიც თავის მხრივ პუტინს მეგობრად მიიჩნევს. Trump thinks Vladimir Putin is his friend. ტრამპი პუტინს მადლობას უხდის როგორც მეგობარს, ის ამბობს მე ვენდობი პუტინს და მას მშვიდობა რომ არ უნდოდეს მეტყოდა. აი პუტინი კი მას მადლობას როგორც მეგობარს კი არ უხდის, როგორც ადვილ სამიზნეს. როგორც კგბ-ს ყოფილმა აგენტმა მან ზუსტად იცის როგორ მოახდინოს манипуляცია და ზუსტად ამას აკეთებს ინაუგურაციის შემდეგ. ზელენსკის კარგი ურთიერთობები რომ არ აქვს ტრამპთან, ეს ზელენსკის ბრალი არ არის. ჩვენ ხედავთ რომ მთელი 6 თვეა ზელენსკი ცდილობს ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ ეს ყველაფერი ოვალური კაბინეტის კრახით დასრულდა. ტრამპის პირველ ვადაში მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ალბათ იმაზე კარგად იცნობს მას, ვიდრე სხვები დანარჩენ მსოფლიოში. მით უფრო ჯონ ბოლტონს პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული ტრამპის პირველი მმართველობისას გამართულ მოლაპარაკებებში. ჩემი თვალით უყურებდი რა ახლოს ვიყავით რომ 2018 წელს ნატოდან გამოსულიყო ამერიკა და მას შემდეგ ტრამპის მიდგომები არ შეცვლილა. ფორმალური გამოსვლის გარეშე შეუძლია რომ დიდი დარტყმა მიაყენოს ნატოს. ამას ძალიან დიდი შეშფოთებით უყურებენ ტაივანიდან და ყურადღებით აკვირდებიან პეკინიდან. თუკი ამერიკა არ დაიცავს ევროპას, დაეხმარება ევროპა ამერიკას. ასე რომ ტრამპის ეს ნაბიჯები სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. ნატოს შესუსტება ან მისი პრაქტიკულად უფუნქციო დატოვება ნამდვილად იქნება გარდამავალი ეპოქისთვის უმძიმესი დარტყმა. თუმცა, როგორც არ უნდა უნდოდეს დონალდ ტრამპს ამერიკული იზოლაციონიზმის დაჩქარება, ეს არ გამოვა. ტრამპის გუნდიდან ადამიანები კი ამბობენ, რომ ნატოდან და გაეროდან უნდა გამოვიდეს ამერიკაო, თუმცა ტრამპს ეს არასდროს უთქვამს. ის ძირითადად ამბობს, რომ ნატოს სხვა წევრმა ქვეყნებმა მეტი უნდა დახარჯონ. ჩემი აზრით, თუ კი ალიანსი გადარჩება, ის ტრანსფორმირდება და ეს გამოიწვევს უფრო მსხვილ ევროპულ ავტონომიას. თუ კი ევროპელები მეც დახარჯავენ და გაუთანაბრდებიან ამერიკას, მერე მეცაც მოითხოვენ და უფრო თანასწორი ალიანსი გახდება. ტრამპი ასე უცნაურად გარდაქმნის ევროპას ისევ დიდებულად. Trump is making Europe great again. ევროპა რომ დიდებულებას იბრუნებს და ეს შეუქცევადი პროცესია, ამას ყოველდღურად ვხედავთ. ევროკავშირმა გადააფიქრებინა უნგრეთს ვეტოს გამოყენება რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე და შესაბამისად ევროპული სანქციები ძალაშია. გასული კვირის სამიძე რომ ევროკავშირმა 30 მილიარდზე მეტი ევრო დაამტკიცა უკრაინის დახმარებისთვის, ესეც გვახსოვს. მერცმა ჯერ კიდევ კანცლერად ოფიციალურად დამტკიცებამდე შეძლო 500 მილიარდიანი ინფრასტრუქტურის ფონდის დამტკიცება, რაც მეტწილად სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას მოხმარდება. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ Volkswagen-ი მზადაა სამხედრო წარმოებაში ჩაერთოს. აქტიურია ბრიტანეთიც. თუ რუსეთი საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ზავის მონიტორინგისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ სერიოზული და მდგრადი მშვიდობაა. თუ არა, მაშინ უნდა მოვიკრიბოთ ყველა ძალა, რათა დავიწყოთ ძლიერი ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე და უზრუნველყოთ, რომ ეს ომი დასრულდეს. სანამ ომი დასრულდება, პუტინის ნიუანსებს დაუბრუნდეთ. როგორც ჩანს, მან დაარწმუნა ტრამპი, რომ კურსკში დიდი უკრაინული დაჯგუფებაა ალყაში. ვაშინგტონიდან პრეზიდენტმა სოციალური ქსელით გამოთქვა იმედი, რომ მათ არ დახოცავენ და პუტინმაც მე მზად ვარ მოწყალება გამოვიჩინო, თუ კი უკრაინელ სამხედროებს კიევი უბრძანებს დანებდნენო. თუმცა უკრაინის გენერალურმა შტაბმა საერთოდ უარყო ასეთი ფაქტის არსებობა. მეტიც, ზელენსკიმ კურსკის მოსაზღვრე უკრაინის ოლქთან რუსების ძალების მობილიზაციაზე გააკეთა განცხადება. ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია ახდენს ჯარების კონცენტრაციას სუმის ოლქზე შესატევად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი მომავალში აპირებს უგულებელყოს დიპლომატია. აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაცია განზრახ აჭიანურებს ცეცხლის შეწყვეტაზე პასუხს. სანამ ვაშინგტონში არ სურთ, რომ პუტინის პირდაპირ პასუხისგან თავის არიდებას სახელი დაარქვან, რუსეთის ყოფილი პრემიერი ყოყმანის გარეშე ამბობს, რომ პუტინს ახლა არ უნდა არანაირი ცეცხლის შეწყვეტა წინაპირობების გარეშე. და მისი კომენტარები აჩვენებს, რომ არ სურს ტრამპის ცხენინება, ამიტომ ამბობს, რომ თანახმა, მაგრამ არის ნიუანსები. მას სურს ომის დასრულების მთელი კონსტრუქცია ჰქონდეს ხელში, ასე რომ ძალიან ცალსახაა პუტინის ეს პასუხი იყო უარი ცეცხლის შეწყვეტაზე. მან თქვა არა და მთელი ეს ლაპარაკი რომ რაღაცებია შესასწავლი, ეს უბრალოდ დროის გაჭიანურებაა.
როგორც ჩანს, დრო ტრამპმა პუტინს ორშაბათამდე მისცა. თუმცა რასიზმს ორშაბათის შემდეგ ჯერ კიდევ ბუნდოვანია. У Трампа, к счастью или к несчастью, от любви до ненависти один шаг, а ტრამპისთვის სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია და სიძულვილიდან სიყვარულამდე ნახევარი. აი ასე დახტის წინ და უკან. მახსოვს მე-20 საუკუნეში ორი ბიჭი იყო, საშიშად ერთნაირად ფიქრობდნენ. ძალიანაც უყვარდათ ერთმანეთი, ერთი კომუნისტი იყო, მეორე ფაშისტი. ამის მერე რაც მოხდა, ეს ძალიან სევდიანი ისტორია. რეალურად ახლა თავდება საბჭოთა კავშირის დაშლა და შესაბამისად იცვლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგი. როგორი შეიძლება იყოს ახალი მსოფლიო წესრიგი და რა შეიძლება პუტინმა შუალედურ გამოსავლად მიიღოს? Путин вообще хотел бы быть президентом земного шара. პუტინს საერთოდაც ენდომებოდა მსოფლიოს პრეზიდენტი იყოს, რატომაც არა მშვენიერი თანამდებობაა, მაგრამ არის ობიექტური გარემოებები, რატომაც ამას ვერ აკეთებს. რა შეიძლება უნდოდეს პუტინს უკრაინისგან? უკრაინა ამ ომის მიზანი არც ყოფილა. ამ ომით პუტინს უნდოდა ამერიკისთვის დაენახებინა წითელი ხაზები. მოდით გავმიჯნოთ პუტინის პოლიტიკა და დუგინის ფანტაზიები. პუტინი როცა მიხვდება, რომ სრულად ვერ მოახდენს უკრაინის ოკუპაციას, გადავა შემდეგ ეტაპზე და მოინდომებს გააკონტროლოს ის, როგორც ბელარუსს აკონტროლებს. თუ ეს არ გამოუვა, მაშინ ისეც ხდება გამოუვიდეს ბელარუსი ოღონდ ივანიშვილით. ესეც ვარიანტია. და ყველაზე ცუდი ვარიანტი, თუ კი საქმე ცუდად წაუვიდა, ავსტრიის მოდელი. ანუ ნატოში არ შედის, ნეიტრალურია და რუსეთის მიმართ ლოიალური. და ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ავსტრია რუსეთის ლოიალურია, ასე რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა დაველოდოთ, სად დაიჭერენ ძალთა ბალანსს. ამ ეტაპზე რეალობა ასეთია. ტრამპი ცდილობს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირება ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე შეასრულოს, თუმცა არის ნიუანსები. და ახლა სწორედ ამ ნიუანსების ალღოს აღება და დეტალებში დამალული ეშბაკის პოვნა გადაწყვეტს მომავლის ბედს. მანამდე კი ერთი რამ ცხადია. ომი ჯერ ვერ დასრულდება.